დავიწყეთ, მომემზადეთ ხალხო. ვესალმებით ადამიანებს, თუ არ ვესალმებით? რა თქმა უნდა, ვესალმებით. მოგესალმებით. დღეს კინოს ექსპერტები ითამაშებენ თამაშს. ერთი წაიკითხავს მინიშნებებს და დანარჩენმა ორმა უნდა გამოიცნოს რომელ ფილმზეა საუბარი. და ასე რიგრიგობით. პირველი მინიშნებით გამოცნობა 15 ქულაა, მეორე მინიშნებით 10 და მესამე მინიშნებით წყალწაღებული 5 ქულა. ვნახოთ რას იზამენ კინოს გურუები. დღეს ჩემი არხი შემოგთავაზებთ კოლაბორაციას დუბლი 2 სარხთან, დუბლი 2, ხო? უბრალოდ დუბლი. გამარჯობა, ჩვენ ვართ ბექა და ლეო. და მე თუ ძალიან მზარი ვიქნები დღეს, ეს იქნება მხოლოდ დუბლი 1, იმიტომ რომ გონცა გამაგდებს. მოკლედ დღეს ფილმების გამოვიცნობთ ერთმანეთის მომზადებულს, იქნება 3 კითხვა. ხო, ანუ ვერ გამოვიცნობთ, იმედია გამოვიცნობთ. არა, იქნება 3 კითხვა ერთ ფილმზე. და კითხვების შესაბამისად, ნუ ეს პრინციპი ახსნილდება. 3 მინიშნება. ხო. 3 მინიშნება. ეგ ყველაფერი ახსნილი. ხვის არხზე რამდენს ვედა. ვინ დაიწყებს? მოდი რახან კონცერტირებიათ. ხო, არა, საათის ისრის მიმართულებით. ტრამპისტი. გამარჯობა. ეს არის გვანცა. მე მიცნობს ხალხი. ჩემ არხზე არ გიცნობს, აქ გაგიცნობს. ფონსაც ყველგან იცნობს. კარგი. პირდაპირ უნდა დავიწყოთ. ასე არაფრიდა. თუ კიდე იცეყო. ხო, აუხსენი კაცო, მივესალმე. ხო, კაი. წესები აუხსენი. რატომ ეშუა? ეხლა ვინ მოიკითხე? კომენტარებში დაწერეთ როგორ ხარ. უმარმას პინძლობს ელემენტარული წესი არის. მიდი ახლა სანამ გაგაგდო. კაი, პირველი ასე ქვია ამ ფილმს. ამ ფილმი უნდა გამოვიცნოთ. პირველი მინიშნება. პოლ თომას ანდერსონმა 2018 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ეს ფილმი მის ფავორიტ 2017 წლის ნამუშევრად დაასახელა. 2017. ოკეი. მისი ფილმი ვერ იქნება, ხა ეგეთი ეგოისტი არ არის, რომ მისი ფილმი თქოს. Phantom Thread-ი რო თქოს. არა ხო, მაგას ამ წლის ფავორიტი არის ჩემი ფილმი. კაი, არა. მე პას. მეც კარგი, 2023 წლის იანვარში ფილმი სრულად აიკრძალა რუსეთში ქვეყანაში არსებული მზარდი LGBTQ კანონების გამო. აფიქსერებ მაგ პასუხს? Moonlight 16 არა, თუ 17. შენ სხვა არ გიხმას? არა, მე არ არის Moonlight. არ არის Moonlight. ოპა. ოკეი. შემდეგ კითხვა ახლა. არ მახსენდება. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ამ კინოსურათის რეჟისორის აღმოჩენად ითვლება. მოიცა. ის ხო? რა თქმა უნდა ვიცი. აუ, ვერ ხვდები. ეს უკვე მინიშნება არის. ოიჩქარი დედი. არ ვიცი. ვიტყვი. აუ, ქულა. Call me by your name, ვიცი, მაგრამ ესე ვიტყვი. ვაიმე. Paul Thomas Anderson-ი შუაში. მოიწონო ადამიანს არ შეიძლება მოიწონო. მე იმაზე წავედი რომ ახლა Paul Thomas Anderson-ის ვინმე ან რამე ნაცნობი ნეპოტიზმი. ან მისის რა ქვია. კაი. Call me by your name. კაი, ქულა ვერავინ ვერ აიღო სამწუხაროდ, 3 ვერჩებით. ჯერჯერობით 2 ვერჩებით. გაკვეთილი ხარ რომ არ უნდა იჩქარო. ოკეი, ახლა მე დავსვამ. გამოსაცნობი ფილმის მთავარი როლის მსახიობს აქვს ყველაზე მეტი 8 ნომინაცია ოსკარზე. იმ მსახიობებს შორის, რომლებსაც ოსკარი არასდროს მოუგიათ. მაგრამ თვითონ ფილმმა 10 ნომინაციიდან 7 ოსკარის ჯილდო მიიღო. მაგ ვერსია, მაგრამ არ გავრისკავ. 15 ქულას არ რისკავთ. ოკეი, შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თითქმის 4 საათიანია, ამ დროში არც ერთ ქალ პერსონაჟს არ ამოუღია ხმა. გამოირიცხა ის. ბევრი ოსკარია, ფილმი დიდია ხო. და მსახიობის დიდია შესაბამისად, იმიტომ რომ 8 ნომინაცია აქვს ოსკარზე მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ ამოუღია. არც ერთ ქალს? არც ერთ ქალს ხმა არ ამოუღია ფილმში. ქალები არიან, ანუ კრისტოფერ ნოლანის ფილმი ვერ იქნება. ხო, ახლა ფიქრობ. შეიძლება ახლა რაღაცა შორის დებული თქვა და ეგ ანუ არა, ხა მე რა ვერსიაც ქონდა, თავარი ამბებს ის ქალიატრია. ეხლა მე-13 მიხვდებით მარტივად. თქვა? რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი ვერსია ქონდა ამ მეორე ხო და ძალიან ხო არ თქვა. თქვი რასაკვირველია. იორდანიის მეფეს
ჰუსეინს შეუყვარდა გამოსაცნობი ფილმის გადამღების ჯგუფის მდივანი და მათი უფროსი ვაჟი დღეს იორდანიის მეფეა. ასევე გეტყვით, რომ ჰუსეინმა ამ ფილმისთვის თავისი არაბული ჯარი გადასცა გადამღებ ჯგუფს. არაბული. არის საკვანძო სიტყვა. ჰუსეინი ვინ? მაგას არ აქვს განუწყვეტი მნიშვნელობა. აქ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ იორდანია არაბული დიდი ფილმი ოსკარები. უყურე მაგ ვერსია ანუ შეიძლება რომ სხვა ისინი თავიდან რას თქვი ისინი შენს თუ გაწყო ანუ ეგ შენზეა ანუ შენ ახლა ითამაშები თათას ანუ შენ რასაც იტყვი გამოვიწყო ვიცი თუ თათას აწყობს რადგან ჩვენ ორი კი ხო ან თავიდან რომ გაგვიმეორე ხო ხო სულ პირველიდან ესე გამოსაცნობი ფილმის თავარი როლის მსახიობს აქვს ყველაზე მეტი 8 ნომინაცია ოსკარზე იმ მსახიობებს შორის რომლებსაც ოსკარი არასდროს არ მოუგიათ მაგრამ თვითონ ფილმმა 10 ნომინაციიდან 7 ოსკარის ჯილდო მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თითქმის 4 საათიანია, ამ დროში 10 ქალ პერსონაჟს არ მოუგია ხმა. იორდანიის მეფეს ჰუსეინს შეუყვარდა გამოსაცნობი ფილმის გადამღები ჯგუფის მდივანი და მათი უფროსი ვაჟი დღეს იორდანიის მეფეა. ასევე გეტყვით, რომ ჰუსეინმა ამ ფილმისთვის თავისი არაბული ჯარი გადასცა გადამღებ ჯგუფს. ექსტრა სპონჯი რა? აი თითქოს ანუ ორი ვერსია მაქვს, ოღონ რაღაცა ანუ არაბული ჯარი რატო გადასცა ხო ხვდებით? ანუ ექსტრას ხო, ბატალურ სცენაში შეიძლება. ხო და ანუ დამბევრი მინიშნება ჩემი ხო ხუთი ხულისთვის თავი გადასკვა ღირს ხო და უყურე იცი როგორ ისე ძალიან შეიძლება შორცხო იმიტომ მე ზუსტად მაგის არა უყურე რომ ერთი რაღაცებში მონაცემები და აი მაგალითად ერთის ვერსია 4 საათიანი არ არის ფილმი ნუ არა 4 საათიანი თუ არა ქალები ან ქალი ლაპარაკობს ერთი ვიცი საუბრობს ანუ კაი მოდი მე არა საერთოდ არ იტყვი არა აი ესეთი უიცე არა მაგაზე არა კაი ლოურენს არაბი ვიცოდი გოგო ანუ მაგას 4 საათიანი არა ის მახსოვდა მე როგორ არ არის 3 და რაღაცა 4 საათი არა თითქმის 4 საათიანი ხო არის როგორ არის მე მეორე არ მახსოვდა ხო და აი მაგას მიშევ რატომღაც ისე ვუყურე მაგას რომ საერთოდ არ მაინტერესებს ფაქო კარგი არა აი ორჯერ ვიდებილა უკვე კარგი არა უშავს არავის არ გქონდა არაბული ხო ქულა არავის არ კარგი ამ კინოსურათის გადაღების დასრულებისას ფილმის ვარსკვლავმა პროდიუსერს განუცხადა, რომ მსახიობი ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა ქალბატონი იმსახურებდა მისი სახელი პოსტერზე სათაურის მაღლა დაბეჭდილიყო. ამასთან ერთად მან ისიც წინასწარმეტყველა, რომ ეს ქალბატონი ამ როლისთვის ოსკარს მიიღებდა. მიიღო კიდეც და აღსანიშნავია, რომ იმ ღამესვე დაკარგა ცერემონიაზე ქალების საპირფარეშოში. თავიდან გამიორე. всё, ვიცი. მაგ ფილმი სახიობი ვიცი. სახიობი გამახსენდა. აუ ფილმი. ღმერთო Hunger Games. თავიდან გამიორე. მაგრამ ის გამოსალოდნელი იყო ეგ რომ. ოიმე განვაგრძო. მე მგონი თავდაპირველად მთავარი გმირის ქალის როლზე ელიზაბეთ ტეილორს ან ჯინ სიმონს განიხილავდნენ, ხოლო კაცის როლზე კერი გრანტს. ღმერთოჩი. საერთოდ პირველი კითხვა გამიორე. პირველი კითხვა საერთოდ სხვა განვიყო. ამ კინოსურათის გადაღების დასრულებისას ფილმის ვარსკვლავმა პროდიუსერს განუცხადა, რომ მსახიობი ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა ქალბატონი იმსახურებდა მისი სახელი პოსტერზე სათაურის მაღლა დაბეჭდილიყო. ამასთან ერთად მან ისიც წინასწარმეტყველა, რომ ეს ქალბატონი ამ როლისთვის ოსკარს მიიღებდა. მიიღო კიდეც და აღსანიშნავია, რომ იმ ღამესვე დაკარგა ცერემონიაზე ქალების საპირფარეშოში. მეორეც გავიმეორო? თავდაპირველად მთავარი გმირის ქალის როლზე ელიზაბეთ ტეილორს ან ჯინ სიმონს განიხილავდნენ, ხოლო კაცის როლზე კერი გრანტს. ქარწაღებული? არა, ელიზაბეთ ტეილორს. ეხლა რა ხდება? ელიზაბეთ ტეილორს სამივე თქვი? არა, მესამე მესამე უნდა მეტყო. არა, წავიკითხო მესამეს for fun და მე რა ვიტყვი. ამ რომანტიკულმა კომედიამ შთაგონების წყაროს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გამოიყენა. ეგრე კერი გრანტი და ელიზაბეთ ტეილორი ეგრე. აუ მე ჯენიფერ ლოურენსას დაიმართა ეგეთი რაღაც და მაგით. არა, ეგ წაიქცა და მივხვდი, ანუ ოსკარზე წაიქცა და ანუ მაგას დაიმართებოდა თქო მაგით. ხო, რაღაცა, აუ ეგრე მახსოვს, აუ რა. ოდრი ჰეპბერნი იგულისხმებოდა. ხო. სამივე არც ეს არ გვაქვს. ხო, არა, შოს. 70-იანების ეს ფილმი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან დებიუტად აღიარებული. 70-იანების.
მგონი შანსი არ გვაქვს ახლა რომ ხო გავარტყათ. მგონი ერთ-ერთი ყველა ბევრია. ფილმი არის 1 საათი და 29 წუთი. ამ საათნახევარი. მისი საწყისი 10 წუთის და ბოლო 25 წუთის განმავლობაში დიალოგი საერთოდ არაა. ყბები. აი უძენდებათ. დაგიმატო მესამისა? რა თქმა უნდა. არ არის? საათნახევარი მეთქი და ყბი საათნახევარია, საათნახევარი. პილბერგი გადაიღებდა საათნახევრიან. პირველი ფილმი ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან, რეჟისორის ინტერვიუდან. დაიჯერებთ თუ არა, X-ი ჩემი ყველაზე სპირიტუალური ფილმია. დაწვრილებით გვიამბეთ. რეჟისორი პასუხობს. არა. Eraserhead. ყველაზე გახმაურებული თქვი. Eraserhead-ი ახლა რავი. ყველაზე ხმაურიანი დებიუტი არის მე. დებიუტი. მომეწონა ეს tribute, აღნიშნოთ rest in peace. კი, არა, ზერიანი. გამოსაცნობი ფილმის ერთ სცენაში ჩანს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ბიუსტი. მაგრამ გადამღებ ჯგუფს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. Holy fuck. წარმოდგენა რო არ იქნება, საერთოდ არ გამგვირა. ანუ კადრში რომ ბიუსტია გიცოდნენ, მაგრამ ვისი ეს ბიუსტი არ იცოდნენ, რა? პერსონაჟები ამ ფილმიდან. ფერმის გამგე აპექსი, ბიბლიოთეკარი ალექსი, პერსონაჟები. ბაქოსი და მისი ვაჟი ამბროსი. ეხლა არჩეულებრივი გამოფრენა. კაი, 10 ქულა. ეხლა უყურე რამე. Yes, 10 ქულა. ეს ვიდეოსთვის. ქულებს ვიწერთ სადმე თუ გიმახსოვრებ. გვანცას აქვს 10 ქულა. ხო, მე ვკითხე. ხო. შენ გაქვს 5. კი. შენ გამოიცა. Eraserhead. ფილმის რეჟისორს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პერსონაჟი ყვითელ ან სტაფილოსფერ კომბინეზონში უნდა ყოფილიყო გამოწყობილი, თუმცა მსახიობმა ის და კოსტიუმების დიზაინერი დაარწმუნა, რომ თეთრი ფერი სჯობდა, რადგან უფრო შემზარავი იქნებოდა. ვიცი. მექანიკ უფრო თუ ხარ? არა. ოუ! დავაი, ბოლომდე უსწრებ. პირველი კითხვაც არ დამისვენებია, პირველი ნიშნებას არ დამისვენებია, ამიტომ გავაგრძელებ თუ შეიძლება, აი, არ უნდა იჩქარ. ეს გავამეორო თავი. არა, ისტორიული თეთრი უნდა იცვასოთ პერსონაჟს. მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ ეს იდეა სტომატოლოგების შიშისგან დაიბადა. სტომატოლოგების შიში. რაღაც კბილებთან დაგუშ. სტომატოლოგზე კაბილი გაახსენდა. ყბები. ყბები კი, თუნდაც. აბა, შემდეგი. შემდეგი. არ ვიცი. სათავიდან გამომდინარე მთავარი როლის შემსრულებას სცენარის წაკითხვამდე ეგონა, რომ საბავშვო ფილმში მონაწილეობას თავაზობდნენ. თუმცა ფილმი ფსიქოლოგიური დრამა და თრილერი ერთდროულადაა კიდევ ბევრ სხვა არასაბავშვო ჟანრის მკვეთრ ელემენტებთან ერთად. სტომატოლოგების შიშის გამოაცვია თეთრი და მრავალი ბევრი ჟანრია, ხო? კი, მოდი, მესამეს მითხარი, არ გავისკო. კინოსურათს, რომელმაც 5 ოსკარი აიღო, ლიტერატურული პირველწყარო აქვს, რის მიხედვითაც 2010-იან წლებში სერიალიც გადაიღეს. სერიალის სათაურად მთავარი პერსონაჟის სახელია გამოტანილი. თეთრი სადაცვია. არა, 5 ოსკარი არ აქვს იმ ფილმს. მიხვდი შენ? მაქვს ვერსია, უყონ აი სერიალზე პერსონაჟის სახელი, აუ არა და ვიცი. შეიძლება სერიალზე არ ვიცი, მაგრამ მე ცოდი წესთან ეგრაგან ჩასვი, ასე არის. კაი, არ ვიცი. ამერიკელი ფსიქოპატი, მაგრამ არ არის ეგ. კრავთა დუმი. შეგვიძლია ერთად ვიგლოვოთ, იმიტომ რომ მგონია რომ კარგი მინიშნებები იყო. ჰანიბალი იცით ხო? ჰანიბალი ამ სერიალში. კი, როგორ არის? აუ, თეთრიაცვია იქ თუ მოლურჯო ფერის რაღაც. თეთრი. იმინა თეთრი. ის რო გეთქვა რომ ყველაზე თავარი როლი, არა, თავარი როლში რომ მიიღო ოსკარი, მაგრამ სულ რაღაც 15 რამდენიმე წუთითაა სულ. რავთა დუმიში ლურჯიცაცვია, მაგრამ წითელ დრაკონში ხო არ ეხა მაგას, იმიტომ რომ ჰანიბალს ხო ის აქ რა ქვია, რამდენიმე ნაწილი აქვს. ერთი წითელი დრაკონია და ერთი შეიძლება მაგაში ამგვარი. არა, პირველ ხო, კი, Silence of the Lambs. ყველაზე ის სისხლიანი პირი და ის კი. 70-იანის ეს ფილმი. არა. პირველი ანიმაცია, რომელმაც ოქროს გლობუსის ჯილდო მოიპოვა მიუზიკლს ან კომედიაში, როგორც ანიმაციამ კი არა. როგორც მიუზიკლი ან კომედია. პირველი ანიმაცია. აი, მაქვს ვარიანტი, მაგრამ არ ვიტყვი არ მაწყობს. ახლა გარისკვა, იმიტომ რომ ძალიან უკან გავიჩთები.
აბა, შემდეგი. ამ ანიმაციაში წითელ ვარდს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. წითელი ვარდი. ხო, წითელი ვარდი, მაგრამ მაგ ვერსია, მაგრამ წითელი ვარდი. დამობნია წითელი ვარდი. სხვა რაღაცაზე ვიყავი მე და წითელმა ვარდმა სხვაგან წამიყვანა საერთოდ. ხო, მე სხვაგან წამიყვანა, ძალიან. ვიცი ასე იყვანს. რა თქმა უნდა. იწყოს მე? არა. ვაი, რატო? თავარი პერსონაჟი. ეხლა მაგედან გამოვხვალთ. თავარი პერსონაჟი არის დიზნის პირველი პრინცესა, რომელსაც მუქი ფერის თმა აქვს. მუქი ფერის თმა. ალადინი. აი უწოდებს. აბჟოში არა იყო ოქროს ვარდი კი არა და. ხო, უბრალოდ მუქი ფერის თმა. დაიცა. ვაიმე. მუსიკალი. ანუ პრინცესული მუსიკალია. დიზნის ანიმაცია. ალადინი არა პრინცესა. ანუ ანიმაციას ხო ექვია, მაგრამ ხო, მაგრამ ალადინში ხო და ანუ არის ანიმაციის პრინცესა, რომელიც ჩაუგრემანია და მაგიტო წავით, მაგრამ ხო და ანუ ანიმაციის სათაური ხო სწორად თქვი. ანუ შენ ხო და ანუ არ არის სწორი უბრალოდ ეგ ან დიზნის ყველა ეს არის Call Me By Your Name is this ხო, მაგრამ ეს უფრო ისა. ან კაიმიშ ან სწორი მინიშნები მიეღარავე არის. ანუ ვარდმო საერთოდ ვარდ ვიცი სადაც წაგიყვანა და მაგიტო ჩავსვიე. ხო ვარდი საწაგვიყვანა და სხვაგან. მაგრამ ანუ მე ვარდი მანდ არ იყო. მეგონი შეიძლება არასწორს იმაშვე, მაგრამ მე მგონი გამოვიცანი. ვარდი არის საკე პერსონაჟი ვიდ რა. ფაინი ვარდი არის პერსონაჟი ვიდ. მაშინ ანუ იმაში არ არის ხო თქვენ სადაც. ანუ მიდი, კაი ეგ არის. იმაში არ არის პერსონაჟი ვიდ და ამაში არის სადაც ჩვენ წავედი. კაი, გეხვეწები სადაც წავედი. არ ვიცი. მე წერან წავედი პატარა პრინცი. ხო და ვიცი მანდრო წახვედით და პატარა პრინცის ანიმაცია ეგეთი ცნობილია რომ გლობუსი მოიგო? არა ხო და არა კაცო ეს კი არ არის ანუ ცნობილობის გამოაძლევენ ოქროს ვარდზე წავედით ხო და ანუ anyways ამ დიზნის ყველა პრინცესული ანიმაცია არის სიმღერებით კი არ მაგაზე კონცენტრირდები ჩემს მუქთმაზე უნდა და ვარდი რა მეტი აღარ გითხრას ვარდი არ მახსენდება ვარდი მას ფიფქია არა არის აბა უჩხული და მზეთ ნახავი ხო უჩხული და ფიფქია უფრო ადრეა არა ეგ რა შუაშეკაც პირველი დისნეის პრინცესა რომელსაც მუქთმა ჰქონდაო ხო ეგ იყო მესამე მინიშნები არა რომელსაც ხო ფიფქია უფრო ადრეა ხო? ფიფქია 50-იანები. არ ვიცი, კაი, ვერ გამოვიცან. კაი, გავატარეთ. ანუ ესე იგი არ გადავაკეთე, იმიტომ რომ ყავისფერი თმა იყო და მე კიდე მუქი დავწერე. არა უშ. მუქი არა, ხო მუქი, ყავისფერიც და შავიც მუქი თმა ზოგადად. ხო, მაგრამ შავი ფიფქია არის და ყავისფერი უნდა დამწეს უკვე არის მაბედ. არა უშ, არა უშ ასე. ვარდი You are being თუ მიხვედრაზე იყო ვარდი თუ ნამიხვედრაზე. ხო, ვარდი და უშხოდადაც ვეხოვიდან ვარდი რატო არ მახსოვს? ვარდს ვერ, ვარდი სად იყო? რა იმაში აქვს რა ქვია, ვარდის უკანასკენ ფურცელი რომ ჩამოვარდება, ურჩხული უნდა მოყო. იქოს. საერთოდ რა სამცხრა. გასტონი მახსოვს ვარდი. იქ მიდის ბელი მიდის საერთოდ. რა? გასტონი მახსოვს ვარდი. ვარდი ვარ. ბელი საერთოდ მიდის და იმ ვარდის ისუნა აღება. ხო, არა, კი, ახლა გამახსენდა ბოლოსკენ რომ ეს არის ხო კოკოსთან არ იყოს ხო საერთოდ ვარდის კოკოს ფილმში ურჩხულნაბადაც ნახავ ვარდის სიმბოლოს საერთოდ ამხსოვს მაგას კოკოს ფილმში ეგრე ხო აი ნიშნებები იყო შემდეგი მამადობა რომ გამოხნები რომ არის სწორი ნიშნები მოგეცი რა უშავს კაცს სიმულაკრა და სიმულაციები არის ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ბოდრია სიმულაკრა და სიმულაციები არის ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ბოდრიარის წიგნი, რომელიც გამოსაცნობი ფილმის შთაგონების წყაროა. ეხლა თავ შევიკავებ რომ გული არ ამიროს, იმიტომ რომ ფილოსოფია ახსენა და ფილოსოფოსები ახსენა. და მე უკვე რაღაც ფილმი მაგ თავში ხო ვიცი რომ არ იქნება, ამიტომ მეც თავ შევიკავებ. ოკეი. ჩაო? მაგარი თავ შეკავებული ხალხი ვარ ეს. ანტო პირველი საერთოდ და შერსხანა. მესამე რაუნდია და მე ქულას აერთარ. საკუთარ ახლა შეხმარებული. ფილმის კასტს 4 თვე კუნგ-ფუს ხელოვნებას ასწავლიდა მთვრალი ოსტატის რეჟისორი. მთვრალი ოსტატი ისა. ჯეკი ჩანი თამაშობს. დრანკოსტატი. გავრისკავ მატრიც. ეგა. კოჩა. ხან
ხანდახან და გარისკო ეს არის. აუ არა მესამე კარგი მქონდა. აუ მესამე. აბა თუ გამოიცნო. არა მესამე უბრალოდ მესამე ძალიან გაამარტი. ფილმის გადაღების დროს რეჟისორები კაცები იყვნენ. ხო ანუ ეხა თავს. ultra sexism. და ჩემი საფირო cancelled. ფაქტი ვთქვი ანუ რა ვიცი უდოდ და არა ეს არა მეორეც დასწრებაზე იყო ანუ მეორეც იმასქენი კაი არა ხო 10 ქულა შენ გაქვს 15 ქულა 15 შენ 10 მე 0 ეს კინოსურათი 3 ათწლეულის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო სანამ რეჟისორმა საავტორო უფლებები არ გამოისყიდა ეს ფილმი მან შულს ანდერძად დაუტოვა იმ პერიოდის სხვა 4 ფილმთან ერთად რომელიც ასევე დაკარგული იყო 30 წლის შემდეგ ეს 5 ობიექტურად შესანიშნავი ფილმი 1984 წელს ხელმეორედ გამოვიდა კინოეკრანებზე. 5 ფილმი გამოვიცნო. არა გასო, ის ერთი. რომელიც შულს უსახსოვრა. ხო. ანუ ის ერთი უმახსოვრა, მაგრამ დანარჩენი 4 არა? აუ როგორ მაქვს ეს ერთი არის იმაში და ეს 4 მოყვება, ხო? ის ერთი უნდა გამოიცნოთ, რომელიც კომპლექტია. დისკები გაუგზავნე და ეს ერთი და თავზე და აქცია იყო 1.4 ან ჯერ აღმოაჩინეს ეს და მე ოღონდ ერთი ალბათ მოდი შენ მაშინ გადაწყვეტე გვიპასუხოს თუ არა ეს დანარჩენი 4 ფილმი ამ პირველს ანუ იდეურად არ ამეუკავშირდება და უბრალოდ არა საერთოდ ანუ ამ 5 ფილმიდან ჩვენ რაც უნდა გამოვიცოთ ეგაა ყველაზე მთავარი ფილმი ხო შეიძლება ესე ანუ სულ სხვა ფილმები არის უბრალოდ ჯერ ეს იპოვეს და მერე ისინი სიმას ხო ანუ შენც ალბათ დაგიხმარა კი ხო ანუ გინდოდა ხო რომ ეს პასუხი ხო ანუ აუ თუ რაღაც ვერსიაკი მაქვს მაგრამ ეს დანარჩენ დაკარგულ 4 ფილმი. ეს მე რამდენი კითხვა? მე-4 ხო? მესამე. აუ, შემოში მაქვს შანსი. მეორე. წავიკითხო მეორე? ეს იყო ერთადერთი კინოსურათი ამ ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის მრავალფილმიან თანამშრომლობაში, რომელიც მსახიობს არ მოსწონდა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ შეცდნენ, როცა პროფესორის როლზე აერჩიეს, რადგან ვერაფრით ვერ გაითავისა ეს როლი. პროფესორის? დაკარგული ეს არ იყო. არა იყო. იყო უჭველი იყო. გეუბნებით იქნებოდა. მაგ დროს ხო იცი ყველაფერი იქარგე. 30 წლის მერე? მე ანუ იმ რჩევას მოგცემდით რომ იმას დააკვირდეთ 1984 წელს და 30 წელი იყო დაკარგული და ანუ ხო და ანუ მაგას 1984 წელს გამოვიდა. ხელმეორედ გამოვიდა. 30 წლის განმავლობაში. მაგ ვერსია. 1980 წელს გამოვაკლოს 30. მაგ 50. 1950-იანებში გამოვიდა ეს ფილმი. 1950-იანებში გამოსული ფილმი. ანუ რატო იმას იზამდნენ ახლა ერთად ვიმშელოთ? რატო 50-იანებში მეტა ვინი მაგ არა, შეხედე, სად იქნებოდა ფილმი? მაშინ ამერიკაში ეგეთ ცენზურა არ იყო რომ რამე დამართნოდა ფილმს. ეგეთი საბჭოთა კავშირის ფილმია? შეიძლება ცენზურის გამო არ იყო სხვა რამე. ორი ვერსია მაქვს, ანუ მაგ დაკარგული ცოტა მაქეთ ერთი რაღაც კონკრეტულ ქვეყანაში, მე ის რაღაც კონკრეტულ ქვეყანაში იყო სხვა პირაში. ვარიანტი არ მაქვს. გინდა მესამე მინიშნება? რა უქნებ? სხვა არჩევანი მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი უწყვეტი კადრებისგან შედგება, მთლიანად უწყვეტი ვერაფრის კამერის გამო, გადასაღებ მოედანზე ყველა უკიდურესად ცდილობდა, რომ შეცდომები არ დაეშვათ. ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს შემთხვევით ოპერატორს გადაუარეს ეგრეთ წოდებული დოლით და იმისთვის რომ ამ ხელსცენარად ჩაშლილი იყო, საწყალს პირზე ხელი ააფარეს და მიკროფონების არეალს გაარიდეს. რეჟისორმა, რომლისთვისაც ეს პირველი ფერადი ფილმი იყო, ეს სცენა ფილმის საბოლოო ვერსიაში დატოვა. ორი რაღაცა რაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ერთი რომ უწყვეტი კადრებისგან შედგება და მთლიანად უწყვეტი ვერა იმის გამო რომ ფირის კამერაზე იღებდნენ და მეორე რომ ამ რეჟისორის პირველი ფერადი ფილმი იყო. და წინა მინიშნებაშიც რომ პროფესორი ამ რეჟისორს და მსახიობს ბევრი ფილმი აქვს ერთად. რეჟისორს და მსახიობს ვინ ვიცით ეგეთები, ბევრი. აუ ეხა ეს მაგრამ მაგის ფილმი დაკარგული, აი შანსი ესეთ ამ მესამე არის შანსი ყველაფრის. და ვიცი, ანუ მესამე რას ნიშნავს? მე კონკრეტულ კონტინენტზე წავედი, ამიტომ და ეთყობა, კაი არასდროს წავედი ესე იგი. კონკრეტულ მე მგონი ანუ ჰოლივუდი უეჭველი. ეს მესამე მინიშნებით ანუ ეს უწყვეტი. ხო არა კი. უკვე უწყვეტი კადრებით რამდენიმე ვიცი რომ დაკარგული, მაგრამ არც ერთი არ იყო დაკარგული. პირველი ფერადი ეგ არის მე. უწყვეტი კადრებით და იქ ის თან არის გადაღებული კარგი ერთ მინიშნებას და ჰიჩკოკის თოკი მაგალითად. ეგა? ეგა? ხო და ეგ 40-იანებია. ჰა?
ეგორო პირველი აუ მე გაფერადებულები რომ მაქვს ნანახი ჰიჩკოკის გონი არა გაფერადებული ჰიჩკოკის თოკი მაგრამ 5-15 1962 წლის ეს ფილმი საბჭოთა კავშირმა აკრძალა 2000 წლის წელი მაისში ბოდიში 1962 ოკეი 1962 წლის ეს ფილმი საბჭოთა კავშირმა აკრძალა 2000 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე ამ ფილმის სრული ვერსია 50 წამამდე პირველად აჩვენეს საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ 50 წამამდე 50 წამიანი ფილმია 50 წუთიანი pardon 50 წუთიანი ფილმია? ხო 50 წუთამდე არის ზუსტად 50 ხო ახო ხედავ მე ვაკონკრეტებ და არ მომფრო 4 წუთი ანუ რაღაც დიდი თუა რაღაცი არა ისა რა ვარ გავიგე ანუ საბჭოთა კავშირის გარეთ აჩვენეს პირველად ხო აკრძალეს არ იყო ნაჩვენები და 2000 წელს იმ აკრძალვის მერე პირველად აჩვენეს და თან საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ სულ არის აკრძალული არის 13 ფილმი არა ზუსტი ციფრი ვიცი ახლა ქართულ კინოში კინემატოგრაფში რამდენი ფილმი აკრძალული ვიცი ქართულ კინემატოგრაფი ვნახსენე არა ვისაუბრებ რა პროშერე ქართული კინემატოგრაფი არა საბჭოთა კავშირში ხო კაი საბჭოთა კავშირში მარტო ქართული მე პას შენ ხო არ გაქვს ვერსია არა ფილმში მხოლოდ ერთი დიალოგია და ისიც გამოგონილ ენაზე ოკეი 62 წელი არის ის არის დაწყებული რა ქვია პერსტროიკა ხო არა 62 წელი 80-იანები პერესტროიკა ოცეპელი ხო არ გულისხმობ რა სამბობ კაცო პერესტროიკა 80-იანები ის 62 წელი 20 წელი ქვია მაგ პერიოდს 62 წელი დათბობის ხანა არის დაწყებული ეს 20 წელი და ისინი იგივე აუ პერესტროიკა თქვა თვითონ ხო და არ ვიცი მაგას მანდას გამოვიდა რუსულად რას რა ქვია ასე არ ვარ პერესტროიკა ოკ ხრუშოვკები გამოვიდა წითლებში ხრუშოვკების მაგ პერიოდიდან გამოვიდა წითლებში ისინი აუ ის გამოგონილ ენაზე როგორ აუ აზე არ რა დათბობის ხანა უკვე კაიხნის დაწყებული მე მინდა შემდეგი მეც მინდა რა სხვა გზა არ არის მესამე უკვე არის თქვენ განსხვავებით მე ვფიქრობ და თავს არ ვზოგავ და ეს მეორე მინიშნება ჩემი ის არის ჩასული და შენ მოგონილია ასეთი რაღაც ფილმში არ არის და მე მომიგონ ახლა მესამეს მინიშნებად მე მაგ ასოციაციები ამ ფილმის ეს ფილმი ხომ უნდა გამოიჩნდა ასოციაცია არის ასეთი ვერძი და კურო ხა სიყვარულის დღე იგრიკა პირდაპირ ასოციაცია რას ნიშნავს ესე იგი დააკავშირეთ ესენი რაღაცასთან და ამ ფილმის აუ ვერ წიგნების თავში გონია თავი ესე იგი ნანახი არ მოხიმდა ვერძი და კურო სიყვარულის დღე იგრიკა რა აი გაუნაცვლებ ქართული ის სტრუიკა და სტროიკა და ქართული ის არის ოდე სიტყვები ეგრო გითხრა პირდაპირ გეუბნებსათო იცი რა იგრიკა არა I don't know არ ვიცი ვერ ხვდები საერთოდ რა ფილმზე ეს არის აპრილი და იგრიკა ერქვა ადრე ქართულად აპრილი იყო ვარიანტი რა რატო არ ყოფილა იყო კარგი ამაზე არ დაწყებული იმიტომ რომ 50 წუთამდე აპრილი არ მოხს ნანახი რა 50 წუთიანი აპრილი არ მოხს ნანახი 45 წუთი და ანუ რაღაც თუ 47 წუთი მე მაქვს ნანახი ჩემი თვალით რა ვიცი კაი აუ გადაო აპრილი როგორ აუ აი მას მე კონტაში მივხედავ ყველაფერს კონტაში მას გადავადებ რომ მე ყველაფერი გამოვიცანე ახლა გავაქარებ პირს და დავადებ იმას რომ აი აპრილი ვთქვი გამოსაცნობი ფილმის გადაღების წელი ემთხვევა ჯორჯ ორუელის ყველაზე ცნობილი წიგნის სათაურს ანუ ცოტა ხო შეიძლება გაართულო პირდაპირ გადას ხო პოზოთქნერე ხო რა შეიძლება მაგას ემთხვევა ემთხვევა მაგ ვერსია მაგრამ მეორეს მომისმე 15 ქულაზე არ გინდათ გარისკოთ 15 ქულა ეხა ეგრე არ ყრია არა იმიტომ რომ თუ ეს არის მეორე მინიშნებით ეგრევე მიხვდება რასაც მეც ეგრევე მიხვდები და მე არ მაწყობს იმიტომ რომ ზუსტად 5 ქულით მისწრებს თუ არა 15 ქულით მისწრებს 5 ქულით მისწრებს კაი მინus კანის ფესტივალის მთავარ ჯილდოზე ეს ფილმი დამარცხდა ფრანგულ ფილმთან სატანის მზის ქვეშ კანზე როგორ იყო ხა ეს
რაღაც ნომინებული იყო თან ეს არის. ვა, ოპერატორზე გეთქვა რამე და ფილმის წელი ხდებოდი. ფილმის წელი. ვიცი და ეგ ვერსია მაქვს და კაი გავრისკავდა იყოს 20 ქულით გამოსწარი 1984 ეკრანიზაცია რა? არა. რატო უნდა ყოფილიყო? ეგეთი პრიმიტიული ვარ, ხო? 1984. არა, 1984 ქვია ფილმს და გამოსაცროა. არა, ხო ეგ არც მიფიქრია მე სხვა ის ფონდა, მაგრამ არა, კაი. No. არა, უნდა ვიგებსი. აი გიჩხობეთ რა. არა. პრიმიტიულად მიმაჩნია რა, რეგინა რო გითხრა, ძალიან კაი იქნება. აღმოჩნდა რომ ტყუილი. აბა. აი არა, მეც შემდეგს არა. ამით მივხვდები ეგრევე. რა მივხვდები? ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა ითამაშა გეგა კობახიძეს. მაგრამ მის მაგივრად მერაბ ნინიძე მითამაშა. აუ. მე და ქართული კინო. მერაბ ნინიძე კანის ფესტივალი. კარგი რა. ჯორჯ ორუელი. 1984. 1984 არა ისეთ საინტერესო რამდენადაც ის რომ ორუელის წიგნის დაწერილი როა რაღაც თემთხვევა ერთმანეთს. კაი. არა. არა? მონანია. ვაიმე, აი მეთქი ძალიან შორტყო, იმიტომ რომ ხალხმა უბრალოდ დაუნიშნო მე და ქართული კინო. როგორ მიკადრება არის? და კაი. ეხა უფრო შევწყვეტ საკუთას არაფასი შვილიკო. არა, მონონიკო ვიფიქრე. ცოტა ხნის წინ მე შემარცხვინე რომ პერესტროიკა და ისინი. 80. ანუ საერთოდ წავსულ ვარ ქართულ კინოზე და მაგიტო. მაგრამ აუ მე ახლა ბოლო შანსი მაქვს, ბოლოს. რას ეზო დავიქულები? აი ძალიან. წინაზე ეგრე რომ ვითამაშეთ რომ გავწესდეთ უფრო კარგი იყო. არა, უფრო მეტი ავიღეთ წინაზე. კი, 52. ჩემი იმპროვიზირებული კითხვები. ფილმის ძიმე თემატიკიდან გამომდინარე რეჟისორს უნდოდა რომ მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი განსაკუთრებით ძალადობრივი სცენების დროს ფსიქოთერაპევტს დაიჰიპნოზებინა, თუმცა მსახიობზე ჰიპნოზმა არ იმოქმედა და ამ უკანასკნელს ყველაფრის სახ გონებაზე გადატანა მოუწია, რაც მის ემოციურ მდგომარეობაზე აისახა. Comment-ი. კი. აუ ეს არ მოგიგე. ამას რო აკეთებ, ეს ხო არ ერხევა მიკროფონს. არა, მასია. არა, აი, comment-ი. აი ეს რაღაცებს აკეთებ და ეგე 25. 5. ოჩახ. რა მინდოდა ეხლა? იმიტომ რომ გიჟედები მაგ ფილმზე მიყავართ და საერთოდ რატომ უნდა გიყავ? ეგ ფილმი რატომ გიყვარს? ანუ იცი რა აუ არა და ხალხო ორი წამი. ძალიან ის რო მეორე იმას მინიშნავს დავიკითხე. წაი იქ დანარჩენები ხო საინტერესო. არა მე-13 არაფერია მაგრამ ამ კინოსურათის ბოლოს სცენაში მთავარი პერსონაჟი იგივე მორალურ დილემას აწყდება, რასაც ჩურის მაძიებლები ენდგეიმში. ამ საკითხზე ალბათ ყველა ადამიანს უფიქრია ერთხელ მაინც. ხო ხდებით რა მორალური? ყველა რო უნდა დავწყდეს თუ არ უნდა დავწყდეს? არა, იმის რა ქვია? სად არის დროის ქვა? ბავშვის. არა. ბავშვის სახით არა, ეგ არ არის. და ეს როლოს თუ არა. ბოლოს ხო იმას ესწრებს და ესე რომ დგას და ენდგეიმში ხო ისე რომ თანოსი ხორ გადავიდა და ბავშვი თანოსი მოყვა. ანუ მართლა ვერ მიხვდი რომ დროის ქვას არ მითქვა. კი, კაცო. არის აბა რა თქმა უნდა სპეციალურად. ფილმში მონაწილეობას იღებენ ჯაიდენ მარტელი, ფილ ვულფჰარდი, სოფია ლილისი, ჯეკ დილან გრაზერი და ბილ სკარსგარდი. ით. გამოიცნო კი. ბილ სკარსგარდი. 20. ნოსფერატუზე წავედი უცბად და მე გამომიცხედა ამას. ანუ ეს განაჩენების სახელდაგვარები იცი? იცი ვინ არის ეს სახელი? ფილ ვულფჰარდი და ჯეკ დილან გრაზერი მაგით ეგენი რომ ადერს. ფილ ვულფჰარდი იქიდან ვიცოდი მარტო. ფილ ვულფჰარდი იქიდან მაგით მივხვდი და მე ფილ ვულფჰარდი Stranger Things არ უყურებ? კი როგორ არა მაგრამ ხო ფილ ვულფჰარდი არის მე ის. კი მივხვდი შო. ხო და ის ჯეკ დილან გრაზერი რატო ვიცი? მაგაში არ მახსოვს, მაგრამ ვიცი. აი 30 ქულა თათას. აი ხა ხულა მინდა. ან 5 ქულიანი მაინც უნდა ავიღო. ან მე შევწავ აქ. შანსი აღარ მაქვს. რატო 15 ქულიანი რო გამ. მაგრამ ეს მონტაჟი შენს ხელთან და შეგილია გადა. პრინციპში ხო არა უშუალოდ. არა თქვენი ბრძვით იდეაში. გამოსაცნო ფილმში თავარი გმირი კარგავს სამსახურს, სახლს და ოჯახს. მას ქალაქიდანაც აძევებენ.
ცოტა ხანს ვიტირებ და ქალაქიდან დაძევებენ და ახლა გამოჩნდება ბანკის კოდი გამოჩნდება ტივიზის და თუ შეიძლება დავეხმაროთ პირველ 5 წუთში კვდება და ტყეში უწევს ცხოვრება. კაი თავიდან თქვი რა ხო იმიტომ რომ დაამღლის გამოსაცნობ ფილმში თავარი გმირი კარგავს სამსახურს, სახლს, ოჯახს, ქალაქიდანაც აძევებენ და ტყეში უწევს ცხოვრება. აი ეს ქალაქიდან რომ აძევებენ, აი მაგ ჩავიჭიდები. ეს ხმამაღლა უნდა ჩავიჭიდე და არ გაუშვა. აი მაგრამ მეჭიდე. აი მე მეორე მინდა და შენ თუ 15 ფულიანზე წავხვალ რა ვიცი. არა არ წავალ, სად არ წავალ. ციტატა ფილმიდან. და შენ თუ ღამე ტყეში მოხვდები, იქ არ დაყარო ნადირობის სკოთლები. ანუ იმ დღეს ვიღდი დღეს ახსენ და გუშინ ბუმღეროდი და ჩემს იმას თოპს არა ოღონდ იმას ის რა შენ ჩემი თოპი ანუ სამყაროში ალგორითმები არსებობს. ანუ შენ თუ 15-იანი გამოიცანი, მე მითამნობ. ანუ ეხლა არა შენ შო. არა, მე მაქვს 40, ამასაც 25 და თუ. ხო ეგრეა. ხო. 25. კი, შენ 40 გაქვს. კაი. დავიწყეთ. ანიმაციამ, რომელიც 4 ოსკარზე იყო ნომინირებული და აქედან ერთი მოიგო, დისნის მეფე ლომის რეკორდი მოხსნა და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა. თუმცა ეს გამარჯვება არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. 2004 წელს გამოსულმა შრეკის მეორე ნაწილმა მისგან ეს პრესტიჟული ტიტული წაიღო. მე არ იმას ვიზავრა ქვია. არ ვიჟილკებ ახლა და არ გაგიფუჭებ. არა თუ გაყვასო. არა რა აზრი ახლა მე რო გამოიცნო ახლა არაფერი არ იცნობ მაგით და შენ რო გამოიცნო. რა შენ ახსენებ გარისკო ვიდა. ეხა უნდა გარისკო. თხელ ახლა თავიდან წავიდი. უეჭვერ. ანიმაცია, რომელიც 4 ოსკარზე იყო ნომინირებული და აქედან ერთი მოიგო, დისნის მეფე ლომის რეკორდი მოხსნა და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა. თუმცა ეს გამარჯვება არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. 2004 წელს გამოსულმა შრეკის მეორე ნაწილმა მისგან ეს პრესტიჟული ტიტული წაიღო. ეს მინიშნავს საკმაოდ რომ წლებს დააკვირდა მეფე ლომის ვიცი ხო და 2004 წელს შრეკი. თავიდან კიდე კაი მეორედ გაგამეორებინე, იმიტომ რომ აი იგი იყო ყველაზე ის ანუ გადავწყვეტე რომ აუცილებლად დისნის ანიმაცია უნდა ყოფილიყო ეგეც. 4 ნომინაცია ქონდა ოსკარზე. და ერთი მოიგო. რა შეიძლება ქონდა საუნდტრეკში? ანიმაციაში ასიანი. აქ რამე ესეთი მუსიკა და ხო რაღაც რასად როდის ის იმას და ქალბატონო გვანცა პასუხს ველით. აუ გამაჟრიალა. ანუ ყველა ანიმაცია დამოვიწყდა და ანუ მარტო გუშინ გამოსული ანიმაცია მაგზენდა. მეფე ლომი და შრეკი ახსოვს რომელიც ეხა წავკითხ. მარტო. უნდა გარისკო. არა, უნდა გავრისკო, მაგრამ იცი რა მინდა ანიმაციები ხო გემ სულ აქეთ ანიმაციები მაქვს, ან სულ იქით. ანუ მეფე ლომამდე და იქ არ გადაუყია 2004 საკეთაც არის 2015 საკეთ ანიმაციები. გონი რომ მაგ პერიოდის ერთი ანუ ყველაზე ცნობილი ანიმაცია. არა, ხო? No. მოდი მაინც წავიკითხავ ამას და ნებისმიერ შემთხვევაში. Pixar-მა Disney-ს ამ ანიმაციისთვის იმდენად Pixar-ი უნდა ყოფილიყო, ხო? Pixar-ი Toy Story, ხო? Pixar-მა Disney-ს ამ ანიმაციისთვის იმდენად რეალისტური წყლის ზედაპირი შექმნა, რომ შემდეგ მისი დამუშავება და გაყალბება დასჭირდათ, რათა ხალხს არ გონებოდა, რომ ნამდვილი ოკეანის კადრებს იყენებდნენ. აუ. როგორ ვერ მიხვდი? ვერ. არ მიხვდი. არა, ვაი. მიხვდა და გვეხუმრე. თვი. ვეთამაშე. თვი. რამდენი მარცვლისგან შედგება საერთოდ? DVD-ზე გქონდა. გეკნებოდ. მე უყურეთ ჩემს არა მოვიტან დისკს მაგ. არა, ეხა ძალიან სხვენი. აი, აქ ისეთი რაღაცები მოხდა ამ ვიდეოში, მე მგონი აპრილი მონანიება შენ ანუ შენ არ იცი. მე ანიმაცია უნდა გამომესწრო. ვიცი, ანუ მაგიტო ანუ ვიცი რომ ანიმაციები ძალიან გიყვარს და მეთქი. აი, მესამესაც წავიკითხავ. და მიდი. მიდი, აბა იქნებ გამომესწროთ. აბა ბოაზროლებო, მოვებზადეთ. შავიკფუნთი. ჩავიწეროთ.
ანიმაციასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო, თუმცა სევდიანი თეორია, რომ მთელი სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის თავში ხდება, რადგან მან ფილმის დასაწყისში ოჯახის აბსოლუტურად ყველა წევრი დაკარგა და შესაბამისად არავინ დარჩა საძებნელი. მოიც ეს ის არ არის, რასაც მე დროზე ადრე პასი კი რა ქვია, რა საუბარს დროშში დამოვიწყეთ. მინდოდა მე თქვი, კაი გავატარეთ ეს. ეხლა ეგ დამოვიწყო ეგ ფრაზა. ეგ ფრაზა მისაუბრე. რასაც დროზე ადრე რო პასუხობდი, ნიკარი შეპასუხა. ვადამდელი, ხო. ანუ პიქსარი უნდა ყოფილიყო გასაგები, ანუ კარგით რა, ჩემი მასაც კი ერქვა. მართლა. გული დამეთუთქა. ამასობაში რა ფილმი იყო? ანუ ჩემ თევს ერქვა მეთქი და რა ვიღა თევს. ეს ჩვენ გავიგეთ, მაგრამ იქ ხალხია. ჩემ ერთ-ერთს ერქვა. კლოპა რა ჩვენ. მოდი ყველა მერთავს. წინდა. წინდა. ჩემიდის ახლანდელ თევს ქვია წინდა. ნემოს ძიებაში, მაგრამ ნემოს ვიტყოდი მაინც. ხა. ნემოს ძიებაში, მაგრამ მაინც გავრისკავდა ნემოს. იმიტომ რომ ჩემ თევს ერქვა ნემოს ძიება. ვაა, ფილოს სამსახურებულ მოგულას. გაიმარჯვა, ყოჩახ საპილოტო ვერსიის გამარჯვებული არის თათა. მაგრამ არ დაიჭიროთ მე სადაც ლუზერი ვარ. ახთი რამდენი ქულა მაქვს? არა მოიჭრა, წარმოდგენები არ შეგექვსათ ხოლმე მე ვარ ლუზერი. კარგი, ისედაც ყველა მიხდა რომ ყველაზე cool ტიპი დუბლერზე. არა ხო. ლიკა. ყველა მისწრ დუბლერზე ყველაზე მაგარი cool ტიპი და ასე შემდეგ არის ლიკა. ჩემი და რომელიც ჩვენ thumbnail-ს ამბობენ. Так, ხალხო. ეს იყო საპილოტო ვერსია. თუ მოგეწონათ და კომენტარეთ, გაგვაგებინეთ, რომ შემდეგი გადავიღოთ რაღაც სხვა ცოტა ახალ ფორმატებს მოუფიქრებთ, შეიძლება რა. ხო რომ მე შემოთავაზება თუ გაქვთ ანუ რა რითი შეგვიძლია. ადამიანო, რა გინდა? რა გინდა? გამთავრებინე და მე რე თქვი? უზრდელო. საერთოდ აღარ ვიტყვი. საერთოდ აღარ ვიტყვი. კაი, მორჩო, ჩემარხზე ხართ ხალხო. ამ შვიდით. ამის სახე მე ვარ. ხო. ხო და გაგაგდებ. ერთ-ერთი. გაგაგდებ. შენ გაგაგდებ. იცი ხალხო თუ კაი, შო. კაი. всё это русского сიტყვა. მორჩით. სიტყვას კი არ ვიცი რუსულად. საკმარის ლეველის შემშვიდე მინდა დამყარდეს რომ თქვა. მოკლედ ხალხო, თუ მოგეწონათ და კომენტარეთ, რამე რჩევები თუ გაქვთ, აუცილებლად გვითხარით, რაღაც ახალ ფორმატებს მოუფიქრებთ ამ თამაშს, 2-2-ზე იყოს რაღაც ვინ მოვიწვიოთ და ასე შემდეგ. და ეს იყო საპილოტო ვერსია, ამიტომ ცოტა ზერელეთ გავაკეთეთ, აწირავი უფრო მომიზადებით, მაგალითად უფრო მეტ ფილმს ვუყურებთ, რომ გამოვიცნოთ. და კი, ნამდვილად. ქართულ ფილმს განსაკუთრებით. თარიღებში მომემზადებით. მაგრამ გეთქვა თათა განსაკუთრებით მე აპრილი ვერ გამოვიცანი და ეგრე არა. აი მონანიება. აპრილიც მაგარი, აპრილიც აი მონანიება უფრო ცნობილი. ხო, თუ დიდი მოთხოვნა იქნება კვენტინ ტარანტინოს მოვიწვევს. დია, წავსახოთ. თორე ისე ნოლანი მოყავს და დიდად არ გვიხარი. თუ მოგეწონათ და ლაიკეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ დუბლიორის არხი და მომავალ შეხვედრამდე. გამოვიდეთ. ჩვენ უფრო გამოვიდეთ. არა, მომენტ მე უფრო მეტი გამომწერი ყავს, ამიტომ ხო. რომ გამოიწეროთ ესეთ მე არ დავზარავდი. ოღონდ ჩემი არხი unsubscribe არ გავაკეთოთ. ხო, რა ვიცი ხა, ასე რომ შეგარცხვინა, კაცი რომ ორ გოგოსთან დამარცხდი, რა ვიცი ხა კიდევ მინუს შენი გამოწერა.